მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენ რა უნდა იცოდეთ თქვენ მის შესახებ მასზე. ვნახოთ ახლა ჩვენ რა ხდება ახლა თქვენს შორის, ჯერ ვნახოთ ის რა ენერგიებში ხართ თქვენ, რა ენერგიებში არის თქვენი პარტნიორი და მე უკვე ვკითხოთ ტაროს რა უნდა იცოდეთ მის შესახებ. ნახეთ ახლა რა ხდება აქ. აქ რაღაცა ნახეთ რა ხდება, ეს გადის ახლა ძალიან მისი სული შემიძლია გითხრათ დაჟე. გადის ახლა რას იცით? არის რაღაცა პერიოდები, ნახეთ, როცა ჩვენ ეს რა თქმა უნდა ხდება უხილავად, ხო? ჩვენ ახლა მაგას ვიძახებთ ტრანსფორმაციას. როცა ან რაღაცა ძალიან მაგარი ცვლილებებია ჩვენ ცხოვრებაში, როცა ჩვენ თვითონაც ვერ ხსნით რა ხდება, ხო? მაგრამ მაგ დროს აი თითქოს მაღალი ძალების უყოლა, ნახეთ მაგის ბედს წყვეტენ. და ეხლა ყველანაირად აბსოლუტურად აი თითქოს დგას ეს, ეხლა ისეთ აი მაღალი ძალების წინ და ელოდება ვერდიქტს. იმიტომ რომ ყველა მისი ნიღაბი თუ რამე ქონდა, ყველაფერს ხსნიან ეხლა. ეხლა მიდის მაგაზე ძალიან დიდი მუშაობა შემიძლია გითხრათ, აი უდიდესი მუშაობა მიდის ეხლა მასზე. და თვითონაც შეიძლება იყოს აი როგორ იცით ელოდება, ანუ რას იწყვეტ. შეიძლება даже არ გამოვრიცხავ, რომ აქ მაღალი ძალები იმასაც აქ განიხილავენ, საერთოდ არის თუ არა ეს ადამიანი ღირსი ამ ქალის. მივცეთ თუ არა ამას კიდე ახალი გზა, მივცეთ თუ არა ამას ახალი თქვათ შანსი იმისთვის, რომ აქ რაღაცა თქვათ გაგრძელდეს რამე ურთიერთობა, იმიტომ რომ ეხლა აი მისი სული ეხლა ნამდვილად და მისი ბედი წყდება, ასე რომ თქვათ, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება არის ეს მდგომარეობაში, რომ ყველაფერი თუ დაუშვათ ეხლა რამე მაგას გაუკეთებია, განიხილება ეხლა მაღალი ძალებით და ეს ეხლა ელოდება აი რა იქნება, რა გავაკეთოთ, ხდება რომ რაღაცა იცვლება, ხდება რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს, ხდება რომ რაღაც არჩევანი უნდა გააკეთოს, მაგრამ თუნდაც არ იცის, მაგრამ აი ზუსტად ეს მომენტი, ეს პერიოდი, როცა ადამიანი აი ასე დღეშია. ნახოთ ახლა თქვენ რა ენერგიაში ხართ. ნუ თქვენ როგორ ხართ, იცით, პრინციპში ახლა შეიძლება თქვა რომ აქ მაქსიმალურად ნუ საქმე ხარ დაკავებული, ეს ძალიან კარგია, რომ თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ რომ გააკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ანუ თუ რამე თქვენ გაწუხებთ, თუ რამე თქვენ არ გსიამოვნებთ, თუ რამე თქვენ გულს გткენთ, აი თითქოს მუშაობთ თქვენ თავზე აქ ვეტყოდე რა. იმიტომ რომ ანუ მაქსიმალურად ცდილობთ რომ აი თითქოს გამოვწვა, თუ სწორედ ვამბობ ამ სიტყვას ქართულად, რომ ეს მომენტები რაც მე გულს მткენს, მინდა გამოვიდე ამ ტკივილებიდან, მინდა გამოვიდე ამ გაუგებრობიდან, მინდა გამოვიდე ყველაფერი, აი თითქოს პროგრამებიდან გამოსვლა ცდილობთ თქვენ. აი აქ უეჭველე და არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ეს ყველაფერი ცვლილებები ამან ჩართო თქვენშიც რა. თვითონ რა ენერგია, ნუ აი შიში ხო გითხარით რა. ადამიანი რომელიც ვერ ხვდება რა ხდება ჩემს ცხოვრებაში, ვერ ხვდება და ანუ რაღაცას რო გითხრათ რომ ძალიან ისე არ ვერ ხედავს გზას, სულ აი უზომოდ შიშები აქვს ამ ადამიანს. ეხლა მაგრამ ნუ შიშები აი даже შემიძლია გითხრათ რომ აი ამით არის ეს განსაზღვრული, იმიტომ რომ ეხლა ყველა მაგას ვერ ხვდება, ხო? რატო მიმართება ეს ყველაფერი, რაც მე მიმართება, შეიძლება ის ფიქრები უკვე იმ დონეზე აქვს მაგ ადამიანს, რომ იმიტომ რომ როცა შენ ეხლა ყველაფერი შენში იხსნება, ყველა ეს ნიღაბს რო ხსნიან, ხო? ანუ ეხლა იქ ნუ ვერ არის მომენტი, როცა შენ რჩები, აი შენს თავთან მართოდ და აი თითქოს ნუ როგორ რანაირად გაექცევ იმას, ხო? რაღაცა აი თითქოს რაღაცა გალაპარაკებს შენ თვითონ, აი შენ შიგნით რა, რომ აი კი ასეთი ვიყავი, ისეთი ვიყავი, ასე მოვიკეცე, ისე მოვიკეცე და შენ თვითონაც ვერ ხვდები რატომ ახლა აღიარებ მე ამას და ამიტომ რომ გახარ აგერა შენ მაღალი ძალების წინ და გაიძულებენ რომ ეს ყველაფერი აღიარო რა. იმიტომ რომ აქ წყდება მისი ბედი რა და ნამდვილად ახლა ეგეთი სიტუაცია რა არის ახლა თქვენს შორის. ნუ შემიძლია გითხრათ რა ხდება თქვენს შორის. ეხლა აქ არის მომენტი ისეთი, რომ აქ თქვენ თვითონ, აქ даже გოგოს ენერგიები, ნახეთ როგორი არის რა. ანუ პრინციპში აქაც გვაჩვენეს, რომ
გადაწყვეტილებას იღებ თქვენ შორის არის ის, რომ თქვენზე იქნება დამოკიდებული ის, თქვენ რას აერჩევთ, თქვენ რა ქმედებას აერჩევთ, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ გრძნობა, თქვენ ეს გრძნობა არ გიშვებს, ხო? მაგრამ სიტუაცია არის ისეთი, რომ ნამდვილად ადამიანიც ვერ ხვდება რა ემართება, თქვენც ახლა, ვერ ვიტყვი რომ გრძნობა არ არის. აქ არ მომდეს ახლა სამკუთხედი, სიმართლე გითხრამის მეუხედავად, რომ არა. არა. აქ ადამიანი არის, როგორ, ძალიან პატარა პროცენტი იქნება, რომ შეიძლება თქვათ, თქვენ შორის არის ვიღაცა დაუშვათ. მაგრამ მომდეს ტყუილ არაზე გითხრათ, ერთი და იგი ეს ერთი გალის ენერგია იქნება. აქ უბრალოდ თქვენ რაღაცა შეიცვალეთ გოგოებო, იმის მიუხედავად რომ ადამიანი გიყვართ, თქვენ აქ უკვე შეიძლება ფიქრობთ იმაზე, რომ რა გავაკეთო, რა კი მიყვარს, მაგრამ როდემდე მაგისი მუდმივი რაღაცნაირი საქციელი ბავშვური უკვე იმ დონეზე მიგიყვანოთ, რომ შეიძლება თქვენ თვითონაც ფიქრობთ, რომ რა ვქნა, როგორ ვიმოქმედო, კიდე მივცე ამ ადამიანს შანსს თუ რა ვქნა, კიდე მოვერევით ჩვენ ერთად კიდე რომ შანსი რო გქონდეს ჩვენ ახალი, რაღაც გადაწყვეტილების წინ დგახართ რა, გადაწყვეტილების წინ დგახართ, იმიტომ რომ თქვენც უკვე თქვენს თავს ირჩევთ, თქვენ გინდათ რომ თქვენც ახლა უკვე როგორ ხართ, ხართ ორიენტირებული იმაზე, რომ მე ვიქნები კარგად. ეს ნამდვილად ეს იმპერატორი, რომელიც მე მომცემს, თქვათ იმ ენერგიას, რომელიც მე მჭირდება, თუ უკვე დროა, რომ ნამდვილად დავივიწყო, იმიტომ რომ აქ არის როგორ განულება არის რა, გადადეხართ, თქვენ თვითონაც გადადეხართ, რაღაც ახალ ეტაპებზე გადადეხართ, კი? იმიტომ რომ აქ როგორი თემა არის, იცით, თქვენ ახლა ბევრს ალბათ ფიქრობთ და მივხვდით, რომ მე მინდა სერიოზული ურთიერთობა, ან გადავდივართ ჩვენ ახალ ეტაპზე და ვფიქრობთ უკვე ჩვენს მომავალზე რომ ვიყოთ ერთად, ან უკვე ნამდვილად ახლა შეიძლება თქვენ ვაფშე ფიქრობთ, რომ გადავერთობე საერთოდ ან ჩემს საქმეზე და იმ ჩემს თავზე, იმიტომ რომ თქვენ უკვე ნამდვილად ბავშვური რაღაც საქციელები თქვენ უკვე აღარ მოგწონთ რა, სიტუაცია არ არის ახლა ადვილი. ნახოთ ახლა ჩვენ კიდე რა ხდება მის ცხოვრებაში, მოდით ახლა რა უნდა იცოდეთ თქვენ მის შესახებ, რა უნდა იცოდეთ, ხო? ნახოთ ახლა მისი, მოდით ნახოთ ახლა, თქვათ, რა ხდება ახლა მის საქმეებში, მოდით ნახოთ, საქმეები, როგორ მიდის მასთან. აქ შეიძლება ზოგ გოგოებო არის ადამიანი წასული საზღვარგარეთ ახლა და დაუშვოთ შეიძლება, კარგადაც გრძნობს, საქმე რაც ეხება, ხო, საქმეს შეიძლება აქ სამსახური ნახა, შეიძლება აქ ზოგისთვის ხო გეუბნებით ან საზღვარგარეთ არის, ან თუ დაუშვოთ თქვენი პარტნიორი ახლა ბიზნესმენი არის, ახლა ეგაც არის ორიენტირებული უფრო მეტ ძალას ატანს უკვე თავის საქმიანობას, ფული აინტერესებს მაგას და სამსახურს რაც ეხება შეიძლება კაიანას ღაურებასაც იღებს. ანუ სამსახურში პრინციპში ცუდი, ნამდვილად არაფერი არ არის რა. შემიძლია თქვა, რომ ფულიც აქვს, შეიძლება თქვათ ახლა, ყველანაირად ეს ადამიანი ახლა ფინანსებში და მე გეუბნებით, სხვადასხვა სიტუაციებში, ზოგი შეიძლება თქვათ ახლა მართლა ბიზნესმენი ვიღაცა ყავდა იქ, ახლა ფინანსებში ყველაფერი კარგად აქვს და ორიენტირებული არის ახლა მაგაზე, შეიძლება უბრალოდ ვიღაცამ ნახა ისეთი სამსახური, სადაც იგრძნო თავისი სიძლიერე. ფინანსურად აქ ვერ ვეტყვი, რომ ეს ადამიანი არის თქვათ ძალიან ცუდად ან სამსახური არ აქვს. სულიერად მოდით ნახოთ მაშინ როგორ განიცდის თქვათ, და რა განიცდის კი არა, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენი პარტნიორი ამ ურთიერთობაზე, რაც ახლა ხდება თქვენ შორის ამ სიტუაციაზე და ურთიერთობაზე კი არა. ნახოთ, აქ გვაჩვენოს, მაგრამ ჩვენ მაინც ვკითხოთ, რას ფიქრობს ეს, რა უნდა იცოდეთ თქვენ მასზე, რას ფიქრობს. იცით როგორი მომენტი არის, პრინციპში ამ ადამიანს უნდა რომ უკვე გამოჩნდეს, რატო გეტყვით ახლა.
იმიტომ რომ შეიძლება აქ ადამიანი ამ სიტუაციაში ძალიან კარგად ხვდება, რომ თქვენ ხართ ის ქალი, რომლის ვის გარეშეც შეუძლებელია მაგის ყოფნა. იმის მიუხედავად შეიძლება ნაწყენი ხართ, შეიძლება თქვენ ახლა არ ელაპარაკებთ, რაც არ უნდა იყოს, ხო? ეს ადამიანი ფიქრობს, რომ მაინც მე ვიცი, რომ სხვადასხვა მაგი რას ფიქრობს კიდე, იცით, რომ თქვენს ეს ამის გარეშეც არ შეგეცრიათ რა, თქვენ რომ მაგან რომ მოქმედება თქვა ქმედება რამე რომ გააკეთოს, თქვენს ყოველ ვარიანტში მაგას უპასუხებთ რა, იმიტომ რომ არ არის ეს ადამიანი თქვენთვის ახლა ვიღაცა, აი ეგეთი აზრები აქვს რა, კიდე რა უნდა იცოდეთ თქვენ მასზე. აი აქაც უკვე არის სიტუაცია როგორ, იმის მიუხედავად, რომ ეხლა შეიძლება თქვენ შორის არაფერი არ ხდება, ხო? ეს ადამიანი ფიქრობს, რომ დრო მოვიდა, რომ უკვე დავასრულოთ ეს მძიმე პერიოდი. მე რა მაინტერესებს, იცით, აი აქ ეს შედეგი როგორი, მოდით ეს ვკითხოთ, შედეგი როგორი იქნება, აი აქ ამ სიტუაციას, აი მაღალი ძალების თემა რო არის, აი აქ როგორ გაივლის ამ სიტუაციას ეს როდის როგორ გაივლის ეს სიტუაცია? სხვათა შორის როგორ გაივლის ეს სიტუაცია და აქ ნამდვილად ადამიანი ჯერ მაგას მისცემენ შანსს. მისცემენ შანსს. აქ შეიძლება კიდე რაღაცა მისცემენ შანსს, რის შანსს მოგცემენ. არ არის, იცით, ეხლა პრინციპში მაგი დაიწყებს ეხლა გამოძიებას, ყავთ თუ არა თქვენ ვინმე. იმიტომ რომ შეიძლება ეს ამას კიდე ნახეთ როგორი მომენტი აქვს რა. ეხლა მე მაღალი ძალებს დაუბრუნდები ყველა ვარიანტში, მაგრამ აქ მაღალი ძალები კი შანსს მისცემ, მაგრამ ინფორმაცია ამ ადამიანს ახლა უფრო როგორი მოდის იცით ჩემთან, რომ ამ ადამიანს თქვენზე არ აქვს ინფორმაცია, რომ მე კი მინდა მოვიდე და რა ვთხოვო, თქვა და შევთავაზო, რაც მე მაქვს და რაც მე შემიძლია, მაგრამ მე არ ვიცი საერთოდ მაგას ვჭირდები თუ არა. ვაფშე ვუყვარ ვარ, იქნება სულ სხვა ვიღაცა უყვარს. ამას ინფორმაცია არ აქვს თქვენზე. კარგით, მაშინ აი აქ მე მინდა მაინტერესებს აი შედეგი რა იქნება აქ ამ ტრანსფორმაციის მერიდრო. ეს მართლაც ცვლილებები რა. თქვენ даже როგორ ვკითხოთ, იცით, რომ აი ეს როგორ თქვა ჩააბარებს ეს გამოცდას, მოდით ასე ვთქვათ, როგორ ჩააბარებს, თან ძალიან მაგრად კარგად ჩააბარებს, გოგოებო, შემიძლია გითხრათ. კი, ამ გაკვეთილს ძალიან მაგრად ჩააბარებს, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მტკივნეული არის ეს ყველაფერი, ეს პროცედურა მისის სულისთვის, მაგრამ მისის სული კი ჩაივლის, აი თითქოს იქნება როგორ გამოდის რა ამ მტკივილიდან გამოდის ეს ადამიანი, კი ჩააბარებს, ყოველში ძალიან მშვენივრად ჩააბარებს და კარგით, მაშინ ვკითხოთ, აბა თქვენს წყვილს რას მოუტანს ეს მისი აი ასეთი ფრიადუსანი ჩაბარება. გამოდიხართ ახალ ეტაპზე გამოდიხართ თქვენ უეჭველი და აქ თქვენთვის კი ანუ რასაც თქვენ დაიმსახურეთ, რა ბედნიერებაც დაიმსახურეთ, იმ ბედნიერებას მოგცემენ თქვენ აქ მაღალი ძალები, იმიტომ რომ მან აქ რა გაიარა მტერზე დამაწყებებს გეუბნებით რა. ასეთი ბნელი ღამიდან გამოსვლა არის, აი ეს როცა არის ადამიანი მართლა ძალიან ძირს დავარდნილი, როცა არაფერი არ აინტერესებს ადამიანს და მაგრამ უკვე აი ზუსტად რომ სული ჩაბარდა, ასე რომ ვთქვათ, კარგი გაგებით, რომ ანუ მარტო აი ღმერთს მევენდე და ანუ როგორც ვთქვათ, ეხლა კარგი იქნება, რომ აქ ძალიან რთული სიტუაცია რა. რთული. ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი. აქ ახალი გზა გეხსნება თქვენ ყველა ვარიანტში რაღაცა ბედნიერების პერიოდი გელოდება თქვენ აქ უეჭველი კი. ახალი შანსი მოგეცემა თქვენ ყველა ვარიანტში ტრანსფორმაციის მერე
მიდის უკვე თქვენი ახალი პერიოდი, შემიძლია გითხრათ ძალიან კარგი პერიოდი იქნება, ძალიან კარგი, იმიტომ რომ აქ ადამიანს ეს შინაგანი ბრძოლა რაც ქონდა, თუ ჩუმად იყო, ჩაკეტილი იყო, არ ჩდებოდა კაი ხანი, ხო? აი იცოდეთ რომ აქ მაგას ბევრი დრო ქონდა მიცემული იმისთვის, რომ დაფიქრებული იყო, რომ ნამდვილად თქვენს გარეშე ძალიან რთულია მისი ცხოვრება. უთქვენოდ ეს ადამიანი თავს ვერ გრძნობს კარგად. თქვენ აი აქ ქალმა გაემარჯვა, თქვენმა სიყვარულმა გაემარჯვა და ნამდვილად თქვენმა გადაწყვეტილება, რომ თქვენ ახლა აქ ნახეთ პრინციპში აქ შეიძლება თქვენ სადღაც დასვეთ წერტილი. მაგრამ აქ წერტილი დაისვა რაღაც ახალი რაღაც ძველი რაღაცა წავიდა და მაგრამ თქვენ აი აქ მაინც გულში გქონდათ რაღაცა ესეთი სიყვარული, რა ვიცი მე რაღაც არაჩვეულებრივი და ნამდვილად შემიძლია გითხრათ რომ აქ ეს ადამიანი მოდის თქვენთან, ბრუნდება, მაგრამ აი როგორ იცით, აი სხვანაირი ბრუნდება და ძალიან უეცრად იქნება მისი გამოჩენა თავისი გამოყვაბულიდან, რომ ვაფშე არ ცელოდებით, შეიძლება რომ დავკარგეთ ეს ურთიერთობა, აღარაფერი არ იქნება. შეიძლება ვიღაცა პრაქტიკებს აკეთებდა, მაგრამ დაბრუნება იქნება აქ 100%-იანი, 100%-იანი დაბრუნება იქნება, იმიტომ რომ ეს ადამიანი ისეთ ენერგიებში არის, რომ რა გითხრათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაიარა გაკვეთილი, თქვენ გეძლებათ ახლა მწვანე გზა, შეგიძლიათ ახლა ნამდვილად, დატკბეთ იმით, რაც მოდის ახლა თქვენთან ურთიერთობაში.